1-2 სად დამაყენებ აბა? ბოდიში? ფული ვითარებაა გურის მაღალმთიან სოფლებში ადამიანები საკვების წამლების მოლოდინში არიან და მოხალისეების იმედად არიან დარჩენილი. მე ხლა ვიმყოფები მოხალისეების ოზურგეთის შტაბში და მინდა გაანახოთ რა ხდება აქ, რა მდგომარეობა. ახალგაზრდები ალაგებენ წამლებს, სხვადასხვა საკვებ პროდუქტებს, რომლებიც უნდა გაიტანონ აქედან იმ ადამიანებთან ფეხით უნდა მიტანონ, რომელსაც ყველაზე ძალიან სჭირდება და მინდა გითხრათ, რომ აი ამ ახალგაზრდებს, რომელსაც თქვენ კადრში ხედავთ და რომელიც არ ნახულ ბულინგს გადიან სოციალურ ქსელში ეს ყველაფერი არ აშენებს და ისინი 24 საათის განმავლობაში სწორედ აი ამ შტაბიდან ეს არის ოზურგეთის შტაბი მიდიან და მუშაობენ მათაც ვეცდებით რომ უფრო მეტი ვკითხოთ პირველ რიგში მადლობა იმისთვის რომ აქ ხართ ჩამოხვედით რომ გითხრათ აი რა ხდება როდესაც მიდიხართ ადგილზე ვიცით რომ დადიხართ იმ ადგილებში სადაც არავინ არ ყოფილა და ადამიანები არიან თქვენს იმედად დარჩენილები ჩვენ პირადად ძალიან გვიხარია თუ გვეხმარებით ადამიანებს და ძალიან ჩემი აზრით დასაფასებელია ეს ყოველივე რასაც ჩვენ ვაკეთებ. ძალიან დიდი მადლობა ნანუკას ფონდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ესე თანხა გადმორიცხა და გადაწყვიტა რომ ჩვენ შეგვეძლოთ დახმარება სხვისთვის. აი ხედავთ ეხლა მე გვინდა კადრში კარგად განახოთ რა სიტუაცია ოზურგეთის ოფისში აი ესეთი ვითარება არის სულ მუდმივად აქ მობილური ჯგუფებია მიდიან მოდიან ილიანონს და ვკითხოთ ყველაზე მეტი ის არის ერთ-ერთი მოთავე ამ ყველაფრისა იგო რა სიტუაცია ხდებათ როდესაც ადგილზე მიდიხართ ჩვენ ვიცით რომ გაგვთ სპეციალური ბაზა და ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანია 24 საათის განმავლობაში კოლ-ცენტრიც მუშაობს უფრო მეტი რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს რომ ამ გაერთიანებაზე და იმ მდგომარეობაზე, რასაც აწყდებით თქვენ სოფლებში. ხო, მოკლედ ჩვენ ყოველწუთიერ ფაქტობრივად ჩემოგდის რაღაც მოთხოვნები, ეს შეიძლება იყოს უშუალოდ ოზურგეთი, შეიძლება იყოს სხვა სოფლებში, უმრავლესობა ის შემთხვევები შემოდის, მაგალითად, ყველაზე კრიტიკული რაც არის ჩვენთვის, სადაც ჯერ კიდევ გზა არ არის გაყვავული და გამგეობები ვერ აღწევენ და არანაირ რესურსს არ გამოყოფენ ამაზე, მაგალითად, დავინახეთ ძალიან დიდი რიგი ტრაქტორების, რომლებიც წმენდა ოზურგეთის გზას და რომ ის სოფლები ხო ცენტრს და სოფლების სინამდვილეში არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ყველაზე კრიტიკული ჩვენს არის ეგ მომენტები როდესაც თქვათ ვცდილობთ რომ ან დრონების მეშვეობით რომელიც ბატონ დავით კაცარავას გიორგი დანელიას აქ ჩამოტანილი მაგით მიგვაქვს და დანარჩენი რა გითხრათ საბოლოო ჯამში გაჭირვება არის ძალიან მძიმე სიტუაცია ზოგადად არა მარტო დითოლობის გამო რა თქმა უნდა მაგრამ დითოლობა კიდე კრიტიკული გახდა და იმ ადამიანის მდგომარეობა ვინც ეხლა არიან ჩარჩენილები ამ სოფლებში და ნუ საბოლოო ჯამში საერთოდ არის კარგი სიტუაცია და ვცდილობ რომ ყველანაირად გამოვასწოროთ ხელადაში რა შეგვიძლია. მადლობა თქვენ და ხო თიკოსაც მინდა ვკითხო. ამ ვითარებაზე ამ რეალობაზე რაც გვაქვს ვიცით რომ მართლა უკიდურესად რთული ვითარება ადამიანები არიან დარჩენილი შიშველი ხელების სტიქის პირისპირ და მოხალისეების იმედად და სხვათა შორის აუცილებლად მინდა ვკითხოთ ამ მოხალისეებს აი მაგალითად გუშინ აქედან წაეთხიეთ ეგეთი პოსტებიც არის უამრავი ბულინგი უწევთ თუმცა არავინ არ დანებებულა როგორია თქვენი შეფასება და იმ რეალობის დანახვა რომელსაც ახლა გურიაში ხედავთ პირველ რიგში რაც მინდა მოხალისეებისთვის თქვა და მთელი რა ვიცი ქვეყნის გასაგონად რომ აი მადლობელი უღრმესი ყველას გურულების ამხელა მხარდაჭერა იმ ბიჭებისთვის ვინც ჩამოდის სხვადასხვა ქალაქებიდან და შიშველი ხელებით და ზურგ ჩანთებით რაც არის აღსანიშნავი ზურგ ჩანთებში ალაგებენ პროდუქტს მედიკამენტი იქნება თუ სურსათი რომელიც 4, 5 და 6 ოჯახისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა სირთულია მხრებით 3 მეტრიან და 2 მეტრიან თოვში ამის მოკლედ ერთი ოჯახიდან მეორესთან მიწოდება. ეს იქნება მედიკამენტი, ეს იქნება სურსათი თუ ასე შემდეგ. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველა ინფორმაცია დავამუშაოთ და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ. მადლობა იმ მოხალისეებს მთელი გურიის სახელით და მინდა ვთქვა რომ ჩვენი ქვეყანა არ გადაშენდა. კი, ნამდვილად მაგაში გეთახმებით მე ასევე მინდა მაყურებელს უთხრა რომ არის სპეციალური ჯგუფი სოციალურ ქსელში Facebook შექმნილი მოხალისეები გურიისთვის, სადაც უამრავი პოსტი იდება
უამრავი ადამიანი ითხოვს დახმარებას და აი ეს ბავშვებია და ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში პასუხობენ თქვენთან მოდიან და ადამიანებს ეხმარებიან მართლაც სოლიდარობის და აი როგორ ვთქვათ გვერდში დგომის დიდი მაგალითი აჩვენეს ამ ადამიანებმა იმ ბულინგის მიუხედავად, რომელიც როგორც სამწუხაროდ სოციალურ ქსელში არის ძალიან აქტიური ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისგან და მე კიდევაც გეუბნებოდი და მაყურებელიც ნახავს ამ სკრინს როგორ წერს მაგალითად დეპუტატის ბიუროს უფროსი რომ უნდა წავიდნენ ეს ადამიანები, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები მინდა დაზუსტებით გითხრათ რომ ოფროუდის კლუბის წევრებთან ერთად დადიან სწორედ იმ ადგილებში, სადაც შემდეგ ფოტოებს იღებენ. ჩვენ ვაწყდებით ესეთ სიტუაციას, რომ ადამიანები, რომლებიც კრიტიკულად აზროვნებენ, რომლებიც ყვებიან რეალობას, ისინი ხდებიან ასევე ხელისუფლებიდან თავდასხმის ობიექტები, უფრო მეტიც სოფლის პირში გუშინ მოხდა შემთხვევა, როდესაც სოფლის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადგილობრის აგინა, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა, როგორც ის ჩვენთან საუბარში ყვება, ამის მიზეზი მისი საყვედური გახდა, რადგან სიცხიანი ბავშვისთვის წამალი არ მიიტანეს. ჩვენ ბუნებრივია ვეცადეთ უფრო მეტი დეტალის გარკვევას, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლები ჩვენთან კომუნიკაციაზე არ გამოდიან, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ეს არის ის რეალობა, რაც სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში. საგოვანი დედა, ორსულის ძალი, ხოლი გლახათ მყავს, აღანა მყავს, სიცხიანი 40-იანი. არ გადის ვაფშე გზაი, ტრაქტორი არა გაძგავი ვაფშე. იგი 112-ში რო დავრეგე, სასტრაფოს გამოუგზავნიო მითხრე. სასტრაფო ვერანაირად ვერ მოვა ცენტრიდან აქეთ. წუნებულმა დამირეკა მე მოგაწვეთისო გამგებელი წამას. მივწერე გამგებელს ერთ-ერთი წამლების უნდა მოეტანა წამალი და იდღეის ღეთაღამდე მეორე დღე დილას. აუდეთ ვარ წამალი მოუწოდები არაფერი. გუშინ ამოვიტანე ქალაქიდან წამლები, კიდე თვითონ ცენტრში იყო გამგებელი, მისი მოედანი მოპრიალებული აქვს ცენტრი, მის შუქაში გაუტარებია გაწმენდილი და სოფელიდან ვიკიდა ფეხებს. მადლობა მოუხადო რომ ზადო რომ მომიტანე წამლები ძალიან დიდი მადლობელი ვარ მეთქი. შემოტრიალდა და შემაგინა. ოდიშის მოხდის მაგიერი გამგებელი და შემოტრიალდა და დედა შემაგინა. მიზეზი რა იყო? საყვედური რო უთხარით ამის გამო. ხო, საყვედური რო უთხარი ამის გამო შემომაგინა. შეგიძლიათ ეს ყველაფერი მესენჯერით რომ მოგვიყვეთ რომ აგას ახლა მომისმინე და იქან ერთი თქვენ იყავით ჩვენთან აქ. დიახ. ძიცამბავზე იყო რა საუბარი და თელმა სოფელმა მიდგა გვერდზე და მე მაგას ნავდატო არ გავიგე. იმის გამო რომ ღია და ხმამაღლა საუბრობთ ამ ყველაფერზე, მე ადამიანებს პრობლემები ექნებათ ოცნების. ზუსტად. ეს ადამიანები ხელისუფლებანას რო თამაშობენ, სინამდვილეში ადამიანების სიცოცხლეებით თამაშობენ. ავაზაკება და მწამებლებად ჩამოყალიბდნენ ჩვეულებრივად ადამიანებს, რომლებსაც სახლი თავზე ენგრევათ, პროდუქტის, საკვების პრობლემა აქვს და მათთან მოხალისეები მიდიან, ამ ადამიანებს თავს ესხმიან, პირდაპირ ამისი ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, როგორ ესხმიან თავს და როგორ აიძულებენ იმის თქმას, რომ ყველაფერი კარგად არისო და ამ დროს საერთოდ არ აინტერესებთ ის, რომ ბავშვი შეიძლება იყოს სახლის ქვეშ მოყოლილი, მოხუცი შეიძლება იყოს მედიკამენტის გარეშე. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დაეხმაროს ამ კონკრეტულ ადამიანებს, თუ ვინმე ღიად სოციალურ ქსელში სტატუსს დაწერს და ითხოვს დახმარება, შემდეგ ამ ადამიანებს ეჩხუბებიან ამუნათებენ, ზები გაწმენდ ამისთვის გამოიყენეთ უფრო მეტი ტექნიკა, უფრო მეტი შესაძლებლობა არ ყოფნის ვერტფრენიდან გადმოხედვა. ამ დრომდე გზა არ შესულა სურების მიმართულებით, სადაც 4, რომელზეც 4 სოფელია დამოკიდებული, ასევე პრობლემებია ნაბეღლავი, ჩხაკაურა, ქვაბღის მიმართულებით და ასევე 12 ჯუმათი ამ დრომდე გაუხსნელია გზები, ასევე აჭის ნაწილი, ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ამ დრომდე არ შესულა ტექნიკა და ამ დრომდე აი ის მოხალისეები, რომლებსაც მე ხა კიდევ ერთხელ დაგანახებ თქვენ პირდაპირ ეთერში, რომელთა ნაწილსაც ახლა აქ ხედავთ ფეხით, მართლა ზურგჩანთებით, ოფროუდერების დახმარებით და აი კეთილი ადამიანების შემოწირულობით ახერხებენ იმას, რომ მივიდნენ ადამიანები და მიიტანონ პროდუქტი, მიუხედავად კიდევ ერთხელ გეტყვით იმ ბულინგისა, იმ ასე ვთქვათ აგორებული კამპანიისა, რომელსაც ქართული ოცნება ამ ადამიანების წინააღმდეგ იყენებს, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სწორედ ამ ადამიანებთან ერთად ახერხებენ ზოგიერთი ჩინოსნები მივიდნენ იმ ადგილებში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანს უჭირს, ასეთი კი გურიაში სამწუხაროდ ამ დროისთვის ძალიან ბევრია. ეს იყო ნატო გოგელია. სამოქალაქო სოლიდარობის კიდევ ერთი